გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენთან გადაცემათა სერია საუბრებში ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი ბატონი პაატა ცაგარეიშვილი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და წარმომადგენელი. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვლისთვის, იმიტომ რომ საკითხები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, შეეხება შუა დერეფანს, საქართველოს როლს ამ შუა დერეფანში და ასევე ჩვენს ინფრასტრუქტურას და მდგომარეობას, რომელიც დღესდღეობით გაგვაჩნია. ამ საკითხზე ბატონი პაატა ძალიან კომპეტენტურია, მას არაერთი კვლევა აქვს, არაერთი მოსაზრება, საკუთარი ხედვები და ჩვენი, ასე ვთქვათ, მოძრაობა დიდი სიამოვნებით და სიხარულით გაიზიარებს და მიიღებს ამ ინფორმაციას და გაგიზიარებთ თქვენ. სად ვართ, რა ვითარება გვაქვს, რა გვაქვს გასაკეთებელი და გამოსასწორებელი. ბატონო პაატა, შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ თავიდან შესავალში, დავიწყოთ ჩვენი ზოგადი ინფრასტრუქტურით, რა ვითარებაა ახლა ქვეყანაში, რამდენად წინ ვართ რაიმე მიმართულებით, ან რამდენად ჩამორჩენა გვაქვს ამ თუ იმ ასპექტებში ინფრასტრუქტურის კუთხით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, ამ მიმართულების, ამ თემის დაინტერესებისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ შუა დერეფანი საქართველოს გამავალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და უფრო მეტიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად არის წარმოდგენილი. ამიტომაც სჯაბაასი განსჯა იმ მიმართულებით, რომ ნამდვილად ეს მიმართულება პასუხობს თუ არა რეალურ გამოძახილს, თუნებას მომწვევთ, ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. მაგრამ ვიდრე აი ამ შესავალს გავაკეთებდე, გარკვეულწილად მინდა ნახევარი წუთი მიმოვიხილოთ, რას წარმოადგენდა თუნდაც 20-30 წლის უკან შუა დერეფანი. იყო პერიოდი, როდესაც შუა დერეფანი საწყის ეტაპზე, ანუ ფორმირების ეტაპზე იყო და აქ დაახლოებით 90-იანი წლების ბოლოს ძირითადი აქცენტი არა დერეფნის ეკონომიკურ მომგებიანობაზე იყო გაკეთებული, არამედ სახელმწიფოებს შორის, აქ ძირითადად ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, აი ამ ქვეყნებს შორის გარკვეული ტვირთების გადაზიდვის საწყისი ეტაპი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად არ იყო მომგებიანი ეკონომიკურად აი ამ გადაზიდვების განხორციელება. მაშინ წამოვიდა სტრატეგიული ნავთობის გადაზიდვა, ნედლი ნავთობის გადაზიდვა, ბამბის გადაზიდვა, სხვადასხვა სტრატეგიული ტვირთების მოხდა შეთანხმება სერაქსის ხელშეკრულებას უძახიან, როდესაც ქვეყნებმა 50%-იანი ფასდაკლება განახორციელეს სარკინიგზო ტარიფებთან მიმართებაში. მაგრამ ეს პერიოდი გავიდა და უკვე 2000-იანი დასაწყისში უკვე აქტუალური გახდა, რომ მოდით ახლა ეს პოლიტიკური საფუძველი რადგან შექმნილი აქვს შუა დერეფანს, მოდით უკვე ეკონომიკურ მომგებიანობაზე გადავიდეთ, აქ უკვე ჩაერთვენ აი ამ დერეფნის გასწვრივ განლაგებული ნავსადგურები, რკინიგზები, სხვადასხვა ექსპედიტორი შუამავალი კომპანიები და უკვე აქცენტი მათ მომგებიანობაზე გადავიდა. ბუნებრივია, ამ ეტაპმაც გაიარა და სადღაც უკვე დღევანდელ რეალობაში ჩვენ ხედავთ იმ გარემოებას, რომ შუა დერეფნის მიღმა ხდება ინტენსიურად ძირითადად ცენტრალური აზიის და ჩინეთში ახალი სამრეწველო რეგიონების ჩამოყალიბება, ანუ მარტივად რო ავხსნათ, ახალი ტვირთების ჩასახვის პროცესთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, შუა დერეფნის მიღმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი დერეფნები ხორციელდება, სადაც დიდი ფინანსური სახსრების ჩადება ხდება. ანუ შუა დერეფანი უკვე მოექცა გარკვეულწილად კონკურენტულ გარემოში. თავარია, რომ ძირითადი მიმართულება, რომ ტვირთების მოზიდვა განხორციელდეს, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ახალ დერეფნებს გაუწიოს კონკურენცია. მესამე მიმართულება აქ არის დაკავშირებადობის მომენტი, ხშირად ალბათ თქვენც ადევნებთ თვალყურს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთიდან და შუა აზიიდან წამოსული ან იქით მიმავალი ტვირთები კასპიის ზღვაზე და რაც თავარია შავი ზღვის არეალის ქვეყნებთან დაკავშირებულების მომენტი იყოს აბსოლუტურად ნათელი
და სისტემურად დალაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დერეფანს ექნება წყვეტა და მისი ეფექტიანობა იქნება ძალიან დაბალი. აი ამ ორი სიტყვით მე გარკვეულწილად მინდოდა აღმენიშნა, რომ აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში შუა დერეფანმა ევოლუციური მომენტები გაიარა სამთავრობო ხელშეკრულებებიდან, პოლიტიკური გადმოსახედიდან მომგებიანობის მიმართულებით. ამიტომაც დღეს ჩვენ ვართ აი ამ ეტაპზე, რომ მნიშვნელოვანია შუა დერეფანს შევძინოთ მეტი მომგებიანობა, კონკურენტუნარიანობა და დაკავშირებადობა. რადგანაც კონკურენტუნარიობას დავიწყეთ საუბარი, მე მაგ ესეთი კითხვა დღეს რა ვიცი თქვენთანაც მათ შორის სტატიებში ხშირად აღინიშნა საკმაოდ კონკურენტული იქნება აზერბაიჯანის სომხეთის ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვთქვათ დახმარებით ხორციელდება ეს პროექტი, მათ შორის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის კუთხით და იმ პროგრესით, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით და პირიქით ამიერკავკასიაში ჩვენ მშვიდობა გვაქვს როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამ კუთხით კონკურენციაში, ეკონომიკურ კონკურენციაში თუ გადავალთ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის პრობლემა და აი რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ამ კონკურენციის ნაწილში ქართული დერეფნის ნაწილი და ამავე დროს რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესი, ან როგორ მოხდეს ისე რომ საქართველოს აი ამ პირობებში არ დაკარგოს აქტუალობა და ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელიც დღეს გვაქვს და გავიზარდოთ ესე რომ ვთქვათ ეკონომიკური მიმართულებით. მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენ რაც წამოწიეთ, პირველ რიგში კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, ზანგეზურის დერეფანი ეს არის შუა დერეფნის კონკურენტი თუ შუა დერეფნის შემავსებელი თვითნაკადების თვალსაზრისით. ან შესაძლებელია თუ არა რაღაც გარკვეულ ეტაპზე ამ ორმა დერეფანმა ურთიერთშეთანხმებულად იმუშაოს. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ონკანი აზერბაიჯანის ხელშია, იმიტომ რომ აზერბაიჯანიდან იშლება როგორც შუა დერეფანი, ასევე ზანგეზურის დერეფანი. ამიტომ მას უფრო ხელ ეწიფება ამ ტვირთნაკადების თავისთვის მისაღებ ფორმატში გადასროლა და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანი და არც ის არის დასამალი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს გარკვეულწილად ინერტულმა ქმედებებმა ლოგისტიკური ცენტრი, სიმძიმე, სატრანსპორტო თავშეყრილობის ადგილად აზერბაიჯანი წარმოსახა. მაგრამ აქ მინდა ერთ ნიუანსს გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანი, როგორც ყაზახეთი, ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. საუბარია სარკინიგზო, საავტომობილო მაგისტრალების, კასპიის ზღვაზე საბორნე და სახაზო გემების შემოყვანაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ თვითონ ეს ქვეყნები არიან სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის და გემთმშენებლობის, ასე ვთქვათ, ძირეულად ჩართული აი ამ ასეთ პროექტებში. აქედან გამომდინარე, აღნიშნვა მინდა ერთი გარემოების, რომ თუ საქართველო აღმოჩნდება ინერტულ მდგომარეობაში, არ განავითარებს სწრაფი ტემპით სარკინიგზო არტერიას, ანაკლიის ნავსადგურს არ შემოიყვანს ასპარეზში და ასე გადაგორების მიმართულებით ვიქნებით, მათი ჩადებული ფინანსური სახსნები. საუბარია ყაზახეთის და აზერბაიჯანის, რა თქმა უნდა, დაბალი უკუგებით იქნება მათთან დაბრუნებული, გამომდინარე იქიდან, რომ ვიწრო ადგილი იქნება საქართველოს. აი ამ ამოსავალი პარამეტრიდან გამომდინარე, ისინი უკვე იფიქრებენ ტვირთნაკადის მათთვის მისაღები დერეფნით გადამისამართებაზე. ამიტომ უნდა კარგად წარმოვიდგინოთ პროცესში, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ, რომ ზანგეზურის დერეფანი არა კონკურენტი, არამედ შემავსებელი იყოს. მე შემიძლია და ჩვენ სათანადო კვლევებიც აქვს განხორციელებული, რომ დეტალურად ავხსნათ რა მოცულობის ტვირთი, რა კატეგორიის ტვირთი დაიკარგება იმ ვითარებაში თუ 2 წელიწადში, 2 წელიწადნახევარში გაიხსნება ზანგეზურის დერეფანი. მაგალითად, ხორბლის გადაზიდვა, რომელიც დღეს ლარსით მიმდინარეობს საქართველოს გავლით
რუსეთის ხორბალზეა საუბარი და სომხეთში მიდის, შესაძლებელია მარტივად აზერბაიჯანის შემოვლით გზით ზანგეზურით წავიდეს და სომხეთს დაუკავშირდეს. ანდაც ნავთობის გადაზიდვაც მნიშვნელოვანი მოცულობა, ისევ ზანგეზურის დერეფნით წავა, ქიმიური ტვირთები. დაახლოებით, აი ამ ინერტულ მდგომარეობაში თუ გავჩერდებით 2 მილიონი ტონა ტვირთის. ეს დაახლოებით დღევანდელი ჩვენი სატრანზიტო მოცულობის 15-17%-ია, რომელიც შეიძლება აი ძალიან ახლო მომავალში დაკარგოს შუა დერეფანმა. ეს პატარა ციფრი არ არის, თითოეული 9 მილიონი ტონის მოზიდვაც ეს რამდენიმე წლის, ასე ვთქვათ, პროგრესთან არის დაკავშირებული და ამიტომ სრულყოფილად რო გავცეთ თქვენ შეკითხვას პასუხი, მიმაჩნია რომ თუნდაც ის მომენტი რომ დღესდღეობით საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ დაანონსა რკინიგზის სისტემური განვითარება, მე ამას დადებითად მინდა შევეხო და აღვნიშნო, რომ ეს აუცილებელი და რო იტყვიან ნაკარნახევია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი სისტემურად ანვითარებენ თავიანთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და თუ ჩვენ ვერ განვავითარებთ, ბუნებრივია ვიწრო ადგილად წარმოვჩინდებით. ამიტომ ეს თემა, რომ საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და ალალ-ბეძე მანამდე ყოველთვის ისე იყო, რომ რკინიგზას ჰქონდა პასუხისმგებლობა განვითარების შეეძინა თვითონ სააქციო საზოგადოებას, რაც მისთვის იყო ძალიან მძიმე. ამიტომ სახელმწიფომ როცა მიიღო გადაწყვეტილება და $1.7 მილიონი 10 წლიან ინვესტიციაზე, ასე ვქნათ, წამოწია ეს საკითხი, მიმაჩნია რომ ეს ძალიან დადებითი საკითხია. ბუნებრივია ანაკლის ნავსადგურთან უნდა იყოს თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით, შესაძლებელია ეს თემას განვიხილოთ, როგორი პერსპექტივა გააჩნია აი დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლის ნავსადგურს. მე ერთი რამის თქმა მინდა. მანამდე სანამ ანაკლიესთან მივოთ. მე მახსოვს მათ შორის რომ აი ანაკლის სპორტთან მისასვლელი გზების და რკინიგზის პროექტებს, მათ შორის არ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ თუნდაც იგივე დასავლური ინვესტიციებიც იყო გათვალისწინებული ევროკავშირიდან, რამდენადაც მახსოვს ისევ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ რა ვითარება გვაქვს აი ამ მხრივ. ანაკლის პორტამდე უნდა მივიდეს სათანადო გზა, სათანადო რკინიგზა, ხო, ეს მარტო პორტი. საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი. ახლა გვაქვს ასე უბრალოდ ვერ იმუშავებს და ვერ იმოქმედებს. მე კიდე მახსენდება რომ რიკოთის მონაკვეთი, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთი იყო, ეხლა გავიდა ბოლოსკენ საბედნიეროდ, სამწუხაროდ ჩამორჩენა ჰქონდა იმ ამბავში, რომ აი ეს ცვლილება, ასე ვთქვათ, სარკინიგზო ხაზის, რომელიც მათ შორის ევროკავშირიდან წამოსული ინვესტიციებით გახორციელდა ოღონდ. უღელტეხილზე გაქცევა. უღელტეხილზე მაქსაუბარი. დაგვიანებით, საკმაოდ დაგვიანებით ამოქმედდა, იგივე არის ყარსის რკინიგზაზე, ბაქო-თბილისი ყარს გულისხმობ და ამ მხრივ რა დრო გჭირდება, რომ როცა ანაკლის სპორტი ადრე თუ გვიან და მე ამის იმედი მაქვს, რომ მეტნაკლებად ადრე უკვე მიუახლოვდება გახსნის დროს, ჩვენ შევძლოთ, რომ სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურაც მივაშველოთ, ასე ვთქვათ. კეთილი, ალბათ უფრო დეტალებში უმჯობესია რომ წავიდეთ. მოდით ცალკე განვიხილოთ საავტომობილო გზების მდგომარეობა, საუბარია აღმოსავლეთ დასავლეთ ეგრეთ წოდებულ ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2007 წლიდან დაიწყო ამ ავტობანის მშენებლობა. პირველი წელი ნახევარი იყო, რომ სახელმწიფომ დაიწყო მოლაპარაკება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ მომზადებული იყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. შემდეგ ეს გადაიზარდა ცალკეული უბნების მიხედვით დეტალურ დიზაინის ან დეტალური პროექტების მომზადებაში და ფაქტიურად 2007-დან, ახლა დღეს გვაქვს უკვე 2026 წელი, ჩვენ ამ აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის 430 კილომეტრის დაახლოებით 72% არის დასრულებული, მაგრამ დარჩენილი ცოტა ამ პერიოდის განმავლობაში თუ გარკვეულწილად გავყოფთ წლოვანებას და შესრულებულ სამუშაოს, სადღაც 16-18 კილომეტრი გამოდის წელიწადში და მე მგონი ეს ძალიან დაბალი ციფრია, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ
შევადაროთ სხვა მეზობელ ქვეყნებში რა ტემპებია, დაახლოებით 50-დან 60 კილომეტრამდეა ავტობანის მშენებლობა, უზბეკეთში იქნება, თურქმენეთში და ასე შემდეგ. ანუ ტემპი არის დაბალი. ნუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თაგორიანი და ხელოვნური ნაგებობები გჭირდება, მაგრამ იქ 32 მეტრიანი 8 მიმართულებიანი გზა არის. ანუ კომპენსირება ხდება ჩვენთან თაგორიანია, მაგრამ 18 მეტრია, იქ 32 მეტრიანია. შესაბამისად, ნებისმიერი უბანიც კი რომ დარჩეს ავტობანზე და დღესდღეობით 4-5 უბანია ფაქტიურად დარჩენილი, რომელიც დაანონსებული იყო და არ არის განხორციელებული, ეს არის თბილისის შემოვლითი გზა, ეს არის თურქეთთან დამაკავშირებელი დიდი გვირაბი, ეს არის აზერბაიჯანთან და სომხეთთან მისასვლელი გზები 4 და რუსთავის მონაკვეთის დარჩენილი. ანუ 5 უბანია დარჩენილი, ეს დაახლოებით 30% ფაქტიურად 25-30%-ამდეა დარჩენილი. თუ ეს დასრულდა ახლო მომავალში, ჩვენ ისე ვიწრო ადგილი გვექნება და არ შეიძლება სისტემურად ვთქვათ, რომ მოვახდინეთ ავტობანის მშენებლობა. გამომდინარე აქედან ეს დღესდღეობით ვიწრო ადგილია. რაც შეეხება რკინიგზას, თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ მე საუკუნის პროექტს დავარქვევდი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უღელტეხილზე. აქ საუბარია, რომ მრუდების რადიუსის გაზრდა, ქანობების შერბილება, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტი იყო, მაგრამ აქაც ჩვენ გვაქვს შეზღუდული გამტარუნარიანობის უბნები სხვადასხვა ადგილებზე. რკინიგზაში ცოტა რთულად არის სიტუაცია, იმიტომ რომ კაპიტალური რემონტები უნდა შემოვიდეს ასპარეზზე, მაგალითად წელიწადში თუ აკეთებ 30 კილომეტრ სიგრძეზე კაპიტალურ რემონტს და არადა სისტემა მოითხოვს 70 კილომეტრის კაპიტალურ რემონტს, რა თქმა უნდა, აქ სიჩქარების გაზრდაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომაც ჩვენ გვაქვს რომ დღესდღეობით 90 კილომეტრი სიჩქარით სატვირთო გადაზიდვები, ეს არ არის ის ნიშნული, რომელიც თუნდაც მეზობელ რეგიონებშია და მე მინდა საავტომობილო ტრანსპორტთან დაუბრუნდე არსებობს ლოგისტიკის ინდექსი, რომელიც ინფრასტრუქტურის ამა თუ იმ ქვეყნის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ხედავთ, რომ შენდება გზები, საქართველოს აი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში მხოლოდ მოლდოვეთზე კარგ მდგომარეობაში იმყოფება 99 ადგილზეა სოფლიოში გზების მშენებლობის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ კი ვხედავთ, რომ შენდება, მაგრამ სხვაგან უფრო სწრაფი ტემპით შენდება. ანუ ისინი უფრო გვისწრებენ და დღესდღეობით მოლდოვეთთან მიმართებაში აი ესეთი ჩამორჩენილობა. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც თქვენ შეეხეთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. გარკვეულწილად ნებისმიერი დაყოვნება დღესდღეობით ეს ნიშნავს, რომ მეზობელი თურქეთი და სომხეთი ძალიან ახლოს არიან ყარსიდან სომხეთის მიმართულებით, რომ გიუმრამდე გაიხსნას მოძრაობა. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ იქ საქართველოსაგან განსხვავებით ურიკების შემცვლელი სადგური უნდა გაკეთდეს, სადაც ევროპული სიგანის ლიანდაგი შეიძლება ეგრეთ წოდებულ საბჭოებზე. როდესაც სისტემა დაიშალა, სომხურმა მხარემ არც ერთი დანადგარი არ გაქურდა, არ მოიპარა, ყველა არის გამართულ მდგომარეობაში. უფრო მეტიც, აი ამ უძრაობის პერიოდში სადგურებზე თავიანთი სტაფიც აყავთ დღესდღეობით. ანუ ორ თვეში ფაქტიურად აი ამ ადგილის აღდგენა მარტივად შესაძლებელია. ამიტომ რატო წამოვწიე საკითხი, რომ კონკურენტული მომენტები ძალიან მალე დადგება ავანსცენაზე. ამიტომ გარკვეულწილად გაურკვეველიც არის 2017 წელს ასე ვთქვათ გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღესაც გაჩერებულ მდგომარეობაშია და ასე ვთქვათ ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული. არადა ეს დიდ თვითნაკადს გვაკარგინებს. რა თვითნაკადზეა საუბარი, მაგალითად ყაზახეთიდან თურქეთის მიმართულებით და რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნაა ხორბლის, ქვილის, იმიტომ რომ
თურქეთი ასიმეტრიულად არის განვითარებული, აი ეს რეგიონი, ყარსის, არდაგანის რეგიონი, ნაკლებად დაბალი ეკონომიკური განვითარება აქვს, ვიდრე სტამბოლის მიმართული. ამიტომ მათთვის უფრო უპრიანია ბაქო-თბილისი-ყარსით მომარაგება, როგორც ქიმიური ტვირთების, შესაბამისად დანადგარების თურქეთიდან ყაზახეთში გატანა. ამიტომაც ამ დერეფნის გაჩერება ჩვენთვის არის ძალიან წამგებიანი. აქ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ თუ ტვირთმა ესა თუ ის დერეფანი დაიკავა სტაბილურად, მე რაც არ უნდა ტარიფი ახალი შესთავაზოს, გადართვა რთულია, ადვილი, ხო, უფრო მტკივნეულია. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღესდღეობით არის დაბალი დატვირთვით გამოყენებული. თუ მისი გამტარუნარიანობა არის 2 მილიონი ტონა ტვირთი წელიწადში, დაახლოებით 15%-ითაც კი არა გვაქვს ათვისებული. ეს ნიშნავს, რომ იმ ფინანსურ შემოდინებას ჩვენ ვერ ვიყენებთ. აქ შეიძლება ერთი ასპექტიც დავუმატოთ, რომ მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი და სომხეთი კეთილ მეზობლურ დამოკიდებულებაში გადავიდა, რატომაც არ უნდა დასვათ საკითხი, რომ თუნდაც ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით სომხურმა ტვირთნაკადმაც იაროს. თუნდაც ახალქალაქის და ახალციხის მიმართულებით. მანამდე აზერბაიჯანი ცალსახად გძალავდა მის აშენებულ, მოგეხსენებათ ბაქო-თბილისი-ყარსი ახალ აზერბაიჯანის ფინანსური სახსრებით არის აშენებული სომხეთის ტვირთნაკადის გატარებას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროზე ჩადგეს, დაემატოს სომხეთის ტვირთნაკადი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ახალი ფუნქციონალური დატვირთვა მიიღოს, მით უმეტეს ევროპის მიმართულებით უკვე ყარსიდანაც შესაძლებელია გავიდეს ტვირთი როგორც მერსინის მიმართულებით, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და გეიხანის იგივე მერსინის მიმართულებით და ასევე შავი ზღვის თურქეთის ნავსადგურების მიმართულებით. რაც შეეხება მისასვლელ გზებს, თქვენ ეს საკითხიც ანაკლის ნავსადგურთან დაკავშირებით. თუ მოვინდომებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთებადია, მაგრამ უბრალოდ აი ამ ვითარებაში, როცა ავტობანის თქვენ როგორც აღნიშნეთ 72%-ამდე გვაქვს დასრულებული, მე ვიცი რომ აუცილებლად დაგჭირდება ანაკლიამდე მისასვლელი სარკინიგზო და სახმელეთო გზის. მოდით ანაკლის ნავსადგური უფრო სისტემურად დიდ სურათში რომ შევხედოთ, ხო? აი ანაკლის ნავსადგურის 3 კვანძისგან შედგება მისი მშენებლობა. ეს არის პირველი ანაკლის ნავსადგურის დაღმავებითი სამუშაოები და სპეციალური ბრეკვეტერსი, ანუ სპეციალური ბეტონის არხი უნდა გაკეთდეს, ხო? ეს ერთი სისტემა, ერთი ის არის, რა ქვია, მომენტია. მისი ღირებულება $204 მილიონი არის შეფასებული. დღესდღეობით მიდის დაღმავების სამუშაოები, შესაბამისად ეს სამუშაოები, მაგრამ ის ტემპი არ არის, რა თქმა უნდა. მეორე ეს არის მის ზურგს უკან, ანუ თვითონ ტერიტორიაზე ტერმინალების, ამწედანადგარების და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობა. პირველი ფაზა აი ამ დაღმავების და სპეციალური აი ბრეკვეტერსის მომზადება ფინანსურად არც ერთ ქვეყანაში არ არის მომგებიანი. ეს არის ამ მეორე ფაზისთვის, მეორე ეტაპისთვის, ტერმინალებისთვის აუცილებელი და საჭირო ღონისძიება. და მესამე არის მისასვლელი გზები, რკინიგზის და საავტომობილო გზების. ნახეთ, კარგად რომ წარმოვიდგინოთ პროცესი, როდესაც მამუკა ხაზარაძის კონსორციუმის ეგიდით მიმდინარეობდა შენებლობა. მთლიანად აი ამ ორი კვანძის დაღმავება და სატერმინალო ქსელის მშენებლობას თავის თავზე იღებდა უცხოური კონსორციუმი. რაც მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე არასწორი გადაწყვეტილება იყო. რატომ იცით? თუ დაღმავება და კედელი იქნება მომზადებული, ნებისმიერი საბანკო ორგანიზაცია, საფინანსო ინსტიტუტი ადვილად წავა თანხის გაცემაზე, ზუსტად რომ სატერმინალო შემოვიდნენ სხვადასხვა ოპერატორები და მიისცენ ფინანსური დახმარება. მაგალითად, სახლი რო შენდება, თუ წინასწარ კომუნიკაციები იქნება მიყვანილი, გზა იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბანკი დააფინანსებს იქ შესვლას. რო დაუბრუნდეთ ამით დავასრულებ საავტომობილო და სარკინიგზო
განშტოების მიყვანას იქ 17 კილომეტრიან სარკინიგზო მიმართულებაზე საუბარი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია 2021-22 წელს უკვე პროექტი არსებობდა. ამიტომ შეიძლება აქ კითხვაც კი დავსვათ, რატომ აფერხებდა სახელმწიფო თუ იცოდა რომ აპრიორი სპორტი უნდა აშენდეს, უკვე წინ დაიწინაურებდა ამ საქმეს და ამას გააკეთებდა. დღესდღეობით მიდის ამაზე საუბარი უკვე გვაქვს პროექტი და შეიძლება უკვე დავიწყოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩვენ ვერ ავწდებით. ანაკლის სპორტზე კიდევ ჩაღმავებას გავაკეთებ, რომ დღესდღეობით არსებობს ესეთი ინდექსი დაკავშირებულობის, ჩვენ 119 ადგილზე ვართ. ანუ ჩვენი ნავსადგურები, შავი ზღვის აუზის და სხვადასხვა მიმართულებით ნავსადგურებთან სოფლიოში 119 ადგილზე. ეს ძალიან არასახარბიელო პოზიცია. ამის მიზეზი ის არის, რომ ხდება დიდ ნავსადგურებში, სტამბულში, პირეულში და ასე შემდეგ, შავი ზღვის აუზის ნავსადგურებში შემოსული საკონტეინერო გემების გადატვირთა პატარა პორციებად და მოდის, მაგრამ თუ ანაკლია გვექნებოდა, რა თქმა უნდა, გადატვირთვა არ იქნებოდა საჭირო და ამ თვალსაზრისით დაკავშირებულობის 119 ადგილის ნაცვლად ჩვენ ადვილად შესაძლებელი იყო, რომ 50 ადგილზე ათეულში აღმოჩენილი ყავით. ამიტომ ეს მომენტი აუცილებელი იქნება, დღეს იქნება, ხვალ იქნება, ფოთის ნავსადგურს განვავითარებთ, ბათუმის ნავსადგურს განვავითარებთ, თუ არა ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტია, იმიტომ რომ შავ ზღვაზე დღესდღეობით ოდესის ნავსადგურია ერთი ღრმაწყლოვანი, თუ არ ვსწრები 16 მეტრია და თითქმის პარალიზებულია ეს საომარი მოქმედებიდან გამომდინარე. მეორე არის ნოვოროსიისკის ნავსადგური შავი ზღვის რეგიონში. ეს ნავსადგურიც ასე თუ ისე ყოველთვის ბოლო პერიოდში პარალიზებულია, იმიტომ რომ არასანქცირებული გემები მიდიან და კამიკაძე კატერებით ის არის აქვია. ამიტომ არასაიმედო ორივე ნავსადგურია და ჩვენ ვართ მესამე, აი აქ კონსტანტის ნავსადგურია კიდე მესამე რუმინეთში, მაგრამ თუ ტვირთს მიზიდულობა აქვს ცენტრალური აზიისათვის, ბუნებრივია ის ჩვენი კონკურენტი არ არის. ჩვენი კონკურენტი აქ არის ოდესის და ნოვოროსიისკის პორტები. აი ასევე ტამანის სპორტის ტამანის სპორტის არის ესეთი მიმართულება, ტამანის სპორტის სწორედ თქვით, მაგრამ აქ მდგომარეობა იმაზეა, რომ ტამანის სპორტი უფრო გამოიყენება არა ევროპიდან და სოფლიო ბაზრებიდან ტვირთის დასაკავშირებლად, უფრო რუსეთის შიდა ქვანახშირის და მეტალურგიული პროდუქციის გადამუშავებისათვის და ტამანის სპორტში ისეთი დაღმავება არაა. შესაძლებელია დაღმავების გაკეთება, მაგრამ დღევანდელი რუსეთის აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველგან შეაჩერა რუსეთმა არხების დაღმავება ვოლგადონის არხზე, კასპიის ზღვასთან მისასვლელი არხების, იმიტომ რომ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ნაკლებად პროგნოზირებადია, რომ ახლო მომავალში მოახდენს ტამანის ნავსადგურის დაღმავებას. ამიტომ ყველანაირი პრიორიტეტი დღეს ანაკლის ნავსადგურთან არის დაკავშირებული. აი ეს თუ მოკლედ რაც შეეხება ინფრასტრუქტურასთან ამას დავამატებ მე. კი, ანუ რადგანაც არ ვიცი თუ გინდა რკინიგზაზე გადავიდეთ ახლა და მე ანაკლიაზე მინდა ორი მაშინ ანაკლის თემა მოურჩეთ და მე გადავალ რკინიგზაზე, იმიტომ რომ ცალკე კი ბატონო. აი ანაკლიასთან დაკავშირებით სხვათა შორის თქვენ რომ თქვით რომ პროექტი არსებობდა, მე მახსოვს ასევე რომ პროექტი სავარაუდოდ უკვე არსებობდა მაშინ როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თუ არ ვცდები 300 მილიონ ევრომდე იყო გამოყოფილი ანაკლის სპორტის თან მისასვლელი, ასე ვთქვათ, გზების ასაშენებლად, თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ ამაზე ხო იყო საუბრები, რაღაც პრეზენტაციებიც ჩატარდა და ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ სანამ დღეს ასეთი ვითარებაა, როცა შუა დერეფანს ამხელა მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან ნაცნობი მიზეზების გამო ვერ ხდება გადაადგილება. ეხლა არის დრო, რომ ჩვენ მაქსიმალურად განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ აი ეს თქვენ როგორც თქვით, ის ნაკადები, რომლებიც შესაძლოა აქეთკენ წამოვიდეს, თუ კი აქეთ წამოვა, მე რთული იქნება მათთვის და არ იქნება იმდენად ხელსაყრელი, რომ შეიცვალოს თავისი მიმართულება. ამიტომ ჩვენთვის ეს ფანჯარა გამოჩენილია, საბედნიეროდ ჯერჯერობით არ უჩანს პირი, რომ დაიკეტება. მე ასე ვუყურებ, ასე ვხედავ ამ ვითარებას და იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების
ასე ვთქვათ, დროს ამას სათანადო ყურადღება მიექცევა. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ასეთ ადგილებზე და ასეთ რეიტინგებში არ უნდა ვიყოთ და იმედი მაქვს, რომ ამას გამოვიყენებთ და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ გაშვებული შანსებისთვის ჩვენაირი პატარა ქვეყანა, ჩვენაირი მოწყვლადი ქვეყანა, ასე ვთქვათ, არ არის გაჩენილი და ისტორია და რაღაც გარემოებები ასეთ რაღაცებს არ პატიობს ხოლმე და არც უპატიებია. ეს ცოტა უფრო ისეთი გადახვევა გავაკეთე, მაგრამ ეს დავამატებ ბატონ გიორგის საუბრიდან გამომდინარე. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება მტვირთნაკადების გარკვეული ნაწილის ვიტყვენ ჩვენთან გადმოლაგება, გადმოსროლა გამოიწვია. ამიტომ, როდესაც მდგომარეობა სტაბილურ ფაზაში, ანუ შერიგების ფაზაში გადავა, ნუ გამორიცხავთ, რომ უკრაინას დასჭირდება თავისი სამრეწველო პოტენციალის აღდგენა. ანუ შენებლობის მომენტების ასე ვთქვათ წინ წამოწევა. ყველაზე მოხერხებული ცენტრალური აზიიდან და მერწმუნედ იმდელი დატვირთვა წამოვა, რომ უკრაინა მომარაგდეს სამშენებლო მასალებით და ასე შემდეგ, რომ ისევ შუა დერეფანს და საქართველოს მონაკვეთს და საქართველოს ნავსადგურებს მიეცემა ასე ვთქვათ გაქანება აი ამ გადმოსახედიდან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დავჩებით მოგებული გინდა დაპირისპირების და გინდა შერიგების მომენტის, იმიტომ რომ შენებლობა აუცილებელია სამშენებლო მასალების მომარაგების თვალსაზრისით. აი ეს მინდოდა დამემატებინა. ხო, ნუ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და თქვა იმის შესახებ, რომ აუცილებელი ანაკლიის სპორტის განვითარება ეხლა უპირობოდ და რაც მალე მოხდება მთელი ინფრასტრუქტურის გამართვა მით უკეთესი და ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოს დღეს ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, უნიშნულოვანესი საქართველოს მთავარი როლი ითამაშოს და იყოს ამ შუადერეფნის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, მაგრამ ხლა უფრო შიდა პრობლემებზე დავუბრუნდები, გიორგი უფრო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მე უფრო მაინტერესებს ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით რკინიგზაში არსებული პრობლემები. მე რკინიგზას ვერ გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მქონია შეხება ადამიანთან, რომელიც მათ შორის ხელმძღვანელობდნენ სხვა ეტაპზე რკინიგზას და აქ ისმის მთავარი კითხვა, ერთ-ერთი ჩემთვის მთავარი კითხვა. როდესაც ჩვენ საუბრობთ მოდერნიზაციაზე რკინიგზის, ეს საუბარი მიმდინარეობს დაახლოებით 10 წელიწადია. ეხლა დაანონსდა ეს 10 წლების პროექტი, რომელზეც თქვენ თქვით, სადაც 1.7 მილიარდის ინვესტიცია იგეგმება და რა თქმა უნდა, ინვესტიციის და სახელმწიფოს მიერ ამ საკითხის პატრონაჟის წინააღმდეგი არავინ არ არის. უბრალოდ აქ მიჩნდება კითხვა ამ ფონზე, როცა დაანონსებული მოდერნიზაცია ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში იყო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარგენილი ახალი მთავრობის ჯერ კიდევ ქართული ელჩობა ახალი მთავრობა იყო. ეს მოდერნიზაცია ეხლა შეიფუთა თანამშრომლების გაშვება მოდერნიზაციად. სინამდვილეში რკინიგზის მოდერნიზაცია როგორც ანუ ტექნიკური მიმართულებით, IT მიმართულებით ესეთი რადიკალური გარატეხა არ მომხდარა. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ 21 საუკუნეა, მით უმეტეს განსაკუთრებით რა პირობებშიც ხდება დღეს ნახევარ სამყაროს რობოტები და ხელოვნური ინტელექტი მართავს და ეს ჩვენთვის, ჩვენი მოძრაობისთვის, ჩემთვის საერთოდ უცხო არ არის და გასაგებია თანამედროვე ტექნოლოგიების მადმიდის, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვაც მაგმიმართულებით გვინდა, მაგრამ როდესაც რკინიგზაში ყველა პროცესი 10 წლობით იწელება. ამ პირობებში პირველი გადაწყვეტილების მიღება, ხალხის გაშვების თანამდებობიდან და ასე ვთქვათ სხვა სოციალური ხო პირველი ეს გადაწყვეტილება რამდენად უპრიანად მიგაჩნიათ იმ პირობებში რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაანონსებული ტექნოლოგიური ცვლილება არ მომხდარა და არ მოხდარა გადატეხა რამე რკინიგზაში რაღაც ცვლილებები შეიძლება არსებობს, მაგრამ ეგ არ მომხდარა და ხო არ არის უფრო უპრიანი პირველ რიგში ტექნოლოგიურ ცვლილებებზე ვისაუბროთ რკინიგზაში და მეორე ამხელა ინვესტიციის პირობებში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისიც რომ სამწუხაროდ რკინიგზა არის კორუფციის ძალიან დიდი წყარო სამწუხაროდ აი ამ პირობებში როცა კორუფციასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს რამდენად ეფექტიანად მიგაჩნიათ ის რომ რამდენად გჯერათ რომ ან როგორც წარმოგიდგენთ რომ ეს 1.7 მილიონი დაიხარჯება ეფექტიანად ბოდიში დიდი კითხვა გამომიდა მაგრამ რკინიგზას ეხება ეგ საკითხი და თქვენ მათ შორის თქვენი ისეთ წავიკითხე კვლევა მიმოხილვა ამ საკითხის და რადგანაც იქა ეს ამოვიკითხე რაღაცები რაც ირგვლივ კითხვები გამიშთა ამიტომ მინდა რომ
უფრო გამიმართოთ, აი თქვენი ხედვებიდან გამომდინარე, აი როგორ თავსდება ეს პაზლი საბოლოოდ, როგორ ერთდება ეს ყველაფერი ერთმანეთში თქვენი წარმოდგენა. რა უნდა მოხდეს? კი ბატონო, ეხლა თქვენ რა საკითხებით წამოწიეთ, თითქოს აი რო იტყვიან ჯოხის ორივე მხარეს შეეხება. თუ ის არ გაკეთდება, ეს არ გამოვა, თუ ეს არ გაკეთდება, ეს არ გამოვა. ნახეთ რა მაქვს ხედველობაში. ის ამბავი რომ დღესდღეობით საქართველოს, 1000 კაცი გაანთავისუფლეს, როგორც ასეთი, ხო? ჩვენ არ ვიცით სისტემურად რა კატეგორიის ხალხი გაანთავისუფლეს. რა მაქვს ხედველობაში, ცოტა ღმათ რო გავშალოთ ეს თემა. დიდი ხანია, ბოლო 2 წლის განმავლობაში რკინიგზა მუდმივად აცხადებს კონკურსს თანამშრომლების მიღებაზე. საუბარია სახაზო მუშებზე, მელიანდაგეებზე, მატარებლების ჩამბმელებზე და ასე შემდეგ. ანუ უფრო დაბალი კატეგორიის სპეციალისტ ზეინკლებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ხელფასი არის 1200-დან 1500 ლარამდე. ბუნებრივია ეს ხელფასი არავის არ აკმაყოფილებს მით უმეტეს დღევანდელ მდგომარეობაში. ამიტომაც მოთხოვნა ყოველთვის იყო ბოლო პერიოდში. მაგრამ ამავე დროს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი აი სათავო ოფისში როგორც მიღებულია საქართველოში და ამბობენ აი ყავის მომდუღებელი თუ როგორ ქვია დაახლოებით ეს. ამიტომ ეს მოცემულობა არსებობს. მე არ მინდა არავისთან დავაკნინო არც ერთი ადამიანის საქმიანობა, მაგრამ გვერდზე გვაქვს ესეთი გამოცდილება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ბოლო 5-10 წელიწადში ტექნიკური გადაიარაღება მოხდა, სისტემური გადაიარაღება, სადგურების აღჭურვა, არაძველი 70-იანი წლების დროსელები და ხელით გადავთვით და ასე შემდეგ, ელექტრონული მართვით. 5000 თანამშრომელი დაახლოებით 30-35 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას უწევდა. ჩვენთან 10000 დაახლოებით 13 მილიონი. ანუ ეს პროცესი აუცილებლად განსახორციელებელია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ საუბრობთ რკინიგზის მომგებიანობის, ეფექტიანობის, ეგრეთ წოდებული ეკონომიკურად EBITDA-ს მარჟა უნდა გაიზარდოს და ბოლო 15 წელია ეცემა, ჩვენ ამ პრობლემას სინქრონულად გადაიარაღებასთან ერთად, ამიტომ აღვნიშნე ჯოხს ორივე მხარეს, ეს უნდა გაკეთდეს და ეს იქნება თანხმდენილი ამ პროცესად. ამიტომ სოციალური საკითხების წამოწევას ვერ გავექცევით ამ დარგში. მან პატარა რემარკას გავაკეთებ, თუ რაღაც დროს აუცილებელია ეს ცვლილებების გაკეთება, ჩემი აზრით ეს არ უნდა მომხდარიყო ერთბაშად და უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად. ეს სისტემა რკინიგზაში პირდაპირ ვიტყვი, ასეთი ანუ ყავის მომდუღებელი ადამიანები ან სხვა ტიპის ადამიანები დიდი ხანია ეგეთი იყო და ეს მაგის გამო ხდებოდა, რომ რკინიგზაში ძალიან სისტემურად და დიდი ხნის განმავლობაში ინიშნებოდნენ ახლობლები, ნათესავები. არა მარტო რკინიგზაში, ყველა თელ სისტემაში სამეთვალყურეო საბჭოების დაკომპლექტების მოდელი, ყველა კარგად ვიცით ქვეყანაში, რომ უფრო დროშის მოფრიალი ადამიანები, ასე ვთქვათ, გადატანილ მნიშვნელობით. ამიტომ უნდა სასახავ თქვათ, რომ ეს პროცესი არ უნდა დაწყებულიყო დღეს, უნდა დაწყებული ეტაპობრივად. პირველი, მეორე აუცილებლად ადამიანებს რომელიც უშვებ რაღაცა ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შექმნა, რომ ალტერნატიული სამსახური იყოს ან კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლის, ეგ უპირობა უნდა მე მინდა ისე არ გამოგვივიდეს, რომ ჩვენ მივესალმებით ამ ადამიანების გაშვებას, მხოლოდ იმიტომ რომ რკინიგზის ეფექტურობა გაიზარდეს. შემდგომში პრობლემა გვაქვს მართლა მეორე ნაწილში. ამ ადამიანების გაშვებაში რაღაცას ჩვენ ოღონდ არ ვიცით, ვინ გაუშვეს კიდევ ერთხელ ვსჯელობთ ჰაერზე, მაგრამ იმედია თქვათ, იქ მაინც რაღაც ცვლილებები თუ დაიწყო, ეფექტურად მოხდა, ამადა მართლა რაღაცა საქმე არ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ სახელმწიფო არ შეიძლება უყურებდეს საკითხს ყოველთვის ერთის მხრივ. ანუ არ შეიძლება შენ ადამიანებს ათავისუფლებდე ტექნოლოგიური ცვლილებების საბაბით და მეორე მხრივ არ ქონდეს ადამიანებისთვის ან კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, ან პარალელურად დასაქმების შესაძლებლობა. ეს საერთო ეკონომიკურსაც ჩვენ ახალდეთ ყოველთვის. ამიტომაც ვამბობ, რომ მეც ჩემი კრიტიკა იყო მათ შორის, აი თქვენი სტატია რო წავიკითხე, მაშინ ჩემ კრიტიკას ამ ადამიანების გაშვების მიმართ ესე ცოტა
კრიტიკულად შევხედე მე თვითონ, იმიტომ რომ მე ადამიანები ვართ, ყოველთვის რაღაც მათ შორის განსაკუთრებით ნებისმიერს ვისაც შეეხება საკითხებზე და კი ბატონო, მოყვებით რომ თუ რაღაც მოდერნიზაცია მიმდინარეობს და შეიძლება ამას მოყვეს ძალიან ცუდი შედეგი რომ ადამიანები გაუშვეს სამსახურიდან. მაგრამ აქ ორი კითხვა, პირველი რატომ იყო აქამდე, იმიტომ რომ ხდებოდა ეს ნეპოტიზმი და ასე და მეორე არის, როცა ამდენ ადამიანს უშვებს სამსახურიდან, აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ. კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ესე ვთქვათ პოზიციას გავაჭრებ. ეხლა კარგით, ეს გასაგებია და თუნდაც ციფრებში რომ ბალტიის პირეთის ქვეყნებთან შედარებით სამჯერ მეტი დატვირთვა აქვთ გადაზიდვის კუთხით და ჩვენ ორჯერ მეტი ადამიანი ემსახურება ჩვენ რკინიგზას, რაც რა თქმა უნდა ალოგიკურია და ეგრე არ უნდა იყოს. ეხლა მეორე მომენტი. აი თქვენ თუ ხედავთ და მე უბრალოდ არ ვიცნობ ახლანდელ სიტუაციას რა ხდება ჩვენ რკინიგზაში, აი ამ ტექნოლოგიური ცვლილებების საწყისებს, ან როგორ, ანუ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ ცვლილებების განხორციელება იმ პირობებში, როდესაც აი ამდენი ხანია გაჩერებულები ვიყავით, რა ვიცი, ბიუროკრატიული აპარატის გამო, იმის გამო, რომ რა ვიცი, პირდაპირ სახელები და გვარებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდით, ძალიან არ მინდა ჩვენი რაღაც მსჯელობა ძალიან პოლიტიკურ კონტექსტში გადავიდეთ, მაგრამ მე უფრო ბევრი შეფასება მაქვს პოლიტიკური და ამიტომ ზოგადად წინ მისცემს ხოლმე გავარ, მაგრამ კი ბატონო, აი რატომ არ მოხდა ხერხდა მოდერნიზაცია აქამდე და ეხლა რამდენად სწრაფად შეიძლება ამის მოდერნიზაცია და რამდენად ხედავთ ამის პერსპექტივას. აი ესე რომ დავთქვათ, ყველაზე ნაკლებად პოლიტიკურად ეგ საკითხი. კარგით, მოდით ესე ვთქვათ, რომ არსებობს სოფლიო გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვერ გავექცევით, რამაყედელობაში, რომ აი ფინანსურად ტევადი ღონისძიებების ჩატარება არამატო რკინიგზაზე, საავტომობილო გზებზეც ხო ჩვენ დონორი ორგანიზაციებით სახელმწიფო ან ვითარებს გზების განვითარებას. დღემდე მოდელი იყო ასეთი, რომ სახელმწიფო არ ერეოდა, პირობითად თუ დივიდენდი ექნებოდა რკინიგზას, ჩაუბრუნებდა უკან და ეუბნებოდა, რომ იყიდი ამდენი ელმავალი, იყიდი ამდენი ვაგონი, ამდენი ლიანდაგის სიგრძე გაარემონტე. ეს მოდელი არ მუშაობს არსად, იმიტომ რომ როდესაც ფინანსურად ტევადი ლოკომოტივების შეძენაზეა საუბარი და ვაგონების შეძენაზეა, აქ სახელმწიფო უნდა იყოს დრაივერი ამ დაფინანსების სფეროში. ეს მიდგომა სახელმწიფომ ჩვენ გვერდზე ძალიან ხშირად ვწერდით, რომ სახელმწიფო უნდა შეცვალოს ეს მოდელი. უფრო მეტიც ფოთის ნავსადგურში რომ არხია, თვითონ ფოთის ნავსადგური აკეთებს ამის მიწის ამოღებას და დაღმავებას. მე ვარ იმ აზრით, რომ რადგან ეს გზის გაგრძელებაა ჩვეულებრივი, ეს ფოთის ნავსადგურის სამეწარმეო სუბიექტს IPM ტერმინალია თუ ის არ უნდა დააწვეს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამის დაღმავება, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის მოვლა შენახავ ეს მისი პრეროგატივა. ამიტომ სახელმწიფომ რომ დაუბრუნდეთ თემას, შეცვალა ეს მიდგომა, თავის თავზე აიღო ეს სიმძიმე, ინფრასტრუქტურული სიმძიმე. მე რა თქმა უნდა ამ გადმოსახედიდან ამას დადებითად ვაფასებ, მაგრამ იმის შეფასება, რამდენად ეს სისტემურად განხორციელდება და დროში იქნება გაწერილი, ამას მე ვერ ვიტყვი. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ზურს უკან ისეთი გამოცდილება, როდესაც კვირიკაშვილის თავრობის დროს დაანონსდა ძების 4 პუნქტიანი სივრცით განვითარების მოდელი, მაგრამ ვერ განხორციელდა. 6ჯერ თუ 7ჯერ მოხდა მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ ვადების გადათამაშება. ეს მარტივი არ არის, შეიძლება რა მოხდა 22-ში იყო და 24-ში აშენდა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ესეთი გადადება ხდება ვადაში, სახელმწიფო რაღაც ბოძებს, სისტემურ ეკონომიკურ ბოძებს ემყარება და როდესაც ეს ვადაში იწელება, რა თქმა უნდა, ეს ბოძების გრადობა, ეკონომიკური ბოძებს გულისხმობ, არასისტემურია და განვითარებას ხელს უშლის. მე მაგათად ვარ იმ აზრზე, რომ გზების მშენებლობა რო დროზე დამთავრებული იყო, ჩვენ ყოველ წელს ქვეყანას 0.5-იან 1%-იანი ეკონომიკური ზრდის ბალიში ექნებოდა მუდმივად შენარჩუნებული და ეს ყოველთვის გამოგვადგებოდა და არ ვიქნებოდით რაღაც რუსეთიდან შემოსულ, ასე ვთქვათ, IT-ის სპეციალისტებს. რო დაუბრუნდით თქვენ შეკითხვას, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ მიდგომა სახელმწიფო რაც აიღო ძირითადი სიმძიმის ბიუჯეტიდან და რკინიგზის შემოსავლებიდან და დონორების დახმარებით განხორციელება ეს სწორი და მართალი და აუცილებელია. იმასაც ვიტყვი 1991 წლის შემდეგ ახალი ელმავალი საქართველოს რკინიგზაზე არ შეძენილა,
ისეთ საკითხავია, როგორ მოხდა აი ეს ეტაპობრივად თითქმის 46%-ით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში ელმავლების რაოდენობა, 51%-ით სავაგონო პარკის რაოდენობა, თითქმის 60%-ზე მეტი, რაც გვაქვს დარჩენილი ელმავრები მოძრავი შემადგენლობა 35 წელს გადაცილებულია. ჩვენ აი ამ სისტემურ შუა დერეფნის გადაზიდვებში თუ რადიკალური ნაბიჯი 1.7 მილიარდი დოლარი, ამიტომაც ვახსენე, ეს მნიშვნელოვანია. რამდენად ამას მონიტორინგი ექნება სახელმწიფოდან, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ შეიძლება 1 წელიწადში, 2 წელიწადში ახალი ხელისუფლება მოვიდეს, ან ახალი კაბინეტის ცვლილება მოხდეს და ნიველირებული იყოს ის, რაც წინამ განაცხადა. ამიტომაც არ მდგრადი მდგომარეობა, ამიტომ სისტემური მიდგომა არასდროს გეგმა, საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხა, როგორ უნდა მოვიდეს, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ვარაუდით ვსჯით ამ ამბავს, ვარაუდით ვაკეთებთ დასკვნას, მაგრამ მიდგომა რა თქმა უნდა სწორია ამ თვალსაზრისით. რამდენად გავეცი პასუხი თქვენ შეკითხვას, მაგრამ შევეცადე ასე თუ ლაქების დონეზე. უბრალოდ აქამდე რა მიდგომაც იყო, რომ როგორც კერძო სტრუქტურას ემოქმედა და თავის თავზე ყოფილიყო დამოკიდებული, რკინიგზა ეგ მიგაჩნიათ არასწორად და ხო, არ გაამართლა და არასწორად სოფლიო გამოცდილება არის, რომ ყოველთვის სახელმწიფო ეხმარება. აი მაგალითად ბულგარეთში დღესდღეობით 25 სამგზავრო მატარებელი სახელმწიფომ ევროკავშირისგან უფასოდ არა 9 მილიარდი ღირებულების ევროკავშირი აძლევს ბულგარულ მხარეს იმის საპირწონეთ, რომ ბულგარეთის რკინიგზაზე სამგზავრო გადაყვანების სფეროში კონკურენტული მომენტები შემოვა. აი პირობითად თბილისიდან ბათუმამდე მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მატარებელი კი არ ივლის, სხვასაც მიეცემა უფლება და ამის საპირწონეთ 25 მატარებელი სხვადასხვა მოდელები არსებობს. ამიტომ კონკურენციის მომენტებიც უფრო მარტივია, როცა განვითარებული ხარ. მოდით აბა ერთი წუთი დაუკვირდით, როდესაც სამგზავრო მატარებელი არ გაგვაჩნია ჩვენ. თითქოს ხარ მიმართულებზე გაჩერებულია, სატვირთო მოძველებულია, როგორც ზემოთ გითხარით 60%. თქვენ რომ გვინდოდეს და ამასაც ჩვენ ვერ ავწდებით, რომ ბირჟაზე აქციები აქციების გამოშვება უნდა დავიწყოთ საქართველოს რკინიგზის. ვინ იყიდის? არავინ არ იყიდეს, მხოლოდ ერთი ქვეყანა იყიდეს, მეზობელი ქვეყანა, რომ ჩაიგდოს ასე თუ ისე აფხაზეთის რკინიგზა მის ხელშია, სომხეთის რკინიგზა მის ხელშია, თუ საქართველოსაც დაეუფლა, წარმოიდგინეთ მარყუჟი ექნება, რომ როგორც უნდა ასე ვთქვათ, ისე განახორციელოს. ამიტომ მე დიდი კითხვის ნიშანი მიმაჩნია, რომ აი ესეთ მოძველებული რკინიგზის ფასი და მიმზიდველობა რაღაც პირობითად 10-15 წლის შემდეგ, როცა ჩვენ გავალთ და ღია ბაზრის პრინციპების შემოტანა დაგვჭირდება, მისი მიმზიდველობა იქნება აბსოლუტურად დაბალი. ან კაპიკებში უნდა გავყიდოთ, ან დავთანხმდეთ, რომ ჩრდილოეთი მეზობელი შემოვა ამ სფეროში. ესე იგი მე მივიღე ჩემი პასუხი კითხვას და ძალიან კარგი. მე მინდა ერთ კარგ პროექტს შევეხოთ, რომლის მიმართაც საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი და პირველად ეგ პროექტი ქართული ოცნების მხრიდან გაჟღერდა, მერე სხვაებმაც დაიწყეს ჩართვა და საქმე შეეხება მწვანე ენერგიის პროექტს. ესე იგი, კაბელს, რომელმაც უნდა გაიაროს შავ ზღვაში და საქართველოსდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია გაიტანოს ევროპაში. ეხლა რატო არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი და რატო მინდა რომ მაყურებელმაც მათ შორის იცოდეს რა. ეს ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია, ხო? გასადენებიდან დაწყებული, თუნდაც იგივე დაკავშირებადობა გზების მხრიდან და ასე შემდეგ. ამ პროექტის ფარგლებში, მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნე, იგეგმება ელექტროენერგიის ექსპორტი კავკასიიდან ევროპაში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, მაგრამ მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აპირებს, რომ ეს ენერგია მიიღოს და ვიცით, რომ უნგრეთში მოხდა შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა, რუმინეთი, უნგრეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ევროკავშირი არის ჩართული ამ საკითხში. სხვათა შორის 2022 წელს იყო თუ არ ვცდები, შესაბამისმა პირმა საკითხზე ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ 2.3 მილიარდ ევროს ჩადებდა ევროკავშირი ამ პროექტში ინვესტიციის სახით, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა არის და ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი, რომელიც საქართველოს შეუწყობდა ხელს, რომ ერთი მხრივ ყოფილიყო გამტარი და იქნება დარწმუნებული ვარ მე, იმიტომ რომ
ყველა მხარეს ჰქონდა და აქვს სურვილი რომ ეს პროექტი გაკეთდეს და მეორე მხრივ შეუძლია იყოს ექსპორტიორი ამ ყველაფერში მხარე რომელიც იღებს ამ ყველაფერს დებს დიდ ინვესტიციას. აქ ერთ საკითხს მინდა უბრალოდ გაუსვა ხაზი. პოლიტიკურია და უნდა გვესმოდეს ხოლმე რომ აი რატომ ხდება დაფინანსება ამა თუ იმ ქვეყნის მაგალითად ევროკავშირის მხრიდან ან ჩინეთიც იგივე საკეთებს ხოლმე სხვათა შორის ხო კი ცენტრალურ აზიაში პირობითად მადნეულის და ყველაფრის მომპოვებელ ზონების შესყიდვას აკეთებს. ან ხშირია როცა საავტომობილო გზებს ან სარკინიგზო მაგისტრალებს აშენებს და ვერ გადახდის შემთხვევაში ესეც ხშირია აი ამ ტერიტორიებს იმაშვება რა თქვია ნუ ეს მისი კაცებლური და ის მაგრამ ეს სხვა საკითხია და კი გადაუხდით მე რას მინდა გაუსვა ხაზი იმას რომ ის რომ 2.3 მილიარდი მაგალითად ევროკავშირიდან ჩაიდებოდა ამ პროექტში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაში მივიღებდით ჩვენ ამ ინვესტიციას, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცა მართლა უბრალოდ რაღაცა ზეციდან არის ჩამოსული. არა, ეს ორმხრივი სარგებლის ამბავია ყოველთვის. ჩვენ გაგვაქვს ელექტროენერგია, მათ სჭირდებათ ელექტროენერგია და ისინი ამაში დებენ თანხას. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება, ჯერჯერობით დასრულებული არის ის კვლევა, რომელმაც დაადასტურა, მე მგონი იტალიელებმა გააკეთეს, რომ პროექტი მონგებიანი. ზღვის დონის კვლევაზეც არის საუბარი. 100 მილიონის თუ ასე. დიახ. და ჯერჯერობით მოკლედ მონაცემები აჩვენებს, რომ პროექტი იქნება წარმატებული თუ კი ის განხორციელდა და იმედი მაქვს, რომ მალე განხორციელდება. ეს მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ მათ შორის შუა დერეფნის ამბავში ერთგვარი დერეფანია, ესეც დერეფანი მარტო საგზაო არ არის, ეს ენერგო დერეფანიც არის გასადენების ხო. გასადენების, რომელიც უკვე გვაქვს, მილსადენები, გასადენები. ვიცით, რომ აზერბაიჯანიდან გაიზარდა განსაკუთრებით ევროპისკენ მიმავალი გაზის წილი უკვე 5%-ამდე არის ასული და საკმაოდ დიდი რიცხვი არის ახლა აზერბაიჯანისთვის და თუ შეადარებ ევროკავშირი რამხელა ბაზარია ევროკავშირის დონეზე 5%-ია საუბარი და ამით მოკლედ კიდევ იმის შეჯამება მინდოდა რომ აი ეს ურთიერთობები რომელიც ჩვენ შეიძლება გარე სამყაროსთან გქონდეს ამ შემთხვევაში დასავლეთთან და თუ კი იქიდან რამე თანხა მოდის ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამის გამო რაღაცა საიდუმლოს გვაძალებენ. არა ეს ომხრივი სარგებლის ამბავია, ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენც ვიღებთ სარგებელს, ისინიც იღებენ სარგებელს და მე ყველას ვინც ამ საქმეში იქნება ჩართული ვუსურვებ წარმატებას და იმედი მაქვს ქართული არა მარტო ამ საკითხში ყველა მიმართულებით თავისთავად ვინც პროგრამას გააკეთებს ჩვენ მარტო ვერ მან ერთი პრობლემა ის გვაქვს რომ აქ უკვე ფაქტობრივად ჩვენ და აზერბაიჯანი ერთგვარი კონკურენტები ხვდებით თუ ისი ელექტროენერგია წავა, სავარაუდოდ ორივესი. ჩვენი პრობლემა ახლა ყველამ ვიცით რაც არის, ამას მათ შორის მთავრობაც აღიარებს, რომ დეფიციტი გვაქვს ელექტროენერგიის, იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, ჩვენ რაც გვაქვს აქ კიდეც ალკე პრობლემებია სეპარატისტულ რეჟიმთან დაკავშირებით, რაც ხდება ენგურჰესზე, მერე მოხმარებაში, მაგრამ ნახოთ იმედია რომ გამოსწორდება და აი ეს კაბელი როცა გაივლის, ჩვენ არ ვიქნებით მხოლოდ გამტარები ამ ენერგიის, არამედ ვიქნებით მიმწოდებლებიც. ეს მინდოდა უბრალოდ ამ პროექტზე აღმენიშნა, დიდი ხანია მივიწყებულია ზოგადად მასმედიაში არ ყოფილა ამაზე საუბარი და მინდა რომ გავიხსენო და გავაცოცხლოთ ეს ამბავი. ხოლოდ ერთს დავუმატებ, რომ თქვენ შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ბატონ გიორგი. აქ მიმაჩნია, რომ საქართველოს დრო არ აქვს დასაკარგავი. მინიმუმ 5-7 წელი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ცოტა შუა დერეფანს რო გავხსნით და ფოკუსი მოვატრიალოთ საბაზისო ინფრასტრუქტურის დასამთავრებლად, დასასრულებლად. აქ მარტო ის პროექტი რომელიც თქვენ ახსენეთ, ამაზე არ არის საუბარი. აქ არის სარწყავი არხების გაყვანის პროექტი, აქ არის ჩქარი ინტერნეტიზაციის პროექტი, აი პროექტი გაზიფიკაცია, თუნდაც მნიშვნელოვანი 250 მილიონი დოლარის თანხა ავიღეთ, მაგრამ ვერ ავაშენეთ, იმიტომ რომ კოვიდმა შეგვიშალა გაზსაცავის პროექტი. ამიტომაც ამ პროექტების ერთობლიობის დასრულებისთვის და ეს გზა გაიარა თუნდაც ნორვეგიამ, როდესაც მორჩა ინფრასტრუქტურის გაკეთება და მე უკვე წყალქვეშა გვირაბების და ასე შემდეგ. ანუ შემდგომ ეტაპზე გადავიდა. თუ ჩვენ ეს არ მოვჭით, რა თქმა უნდა, სისტემურად სხვა ეტაპზე გადასხლა გაგვიჭირდება და ამიტომ მიმაჩნია, რომ აი თქვენარი ახალგაზრდების ხედვა, რომ ზუსტად წარმოიდგინოთ, ზუსტად წარმოსახოთ აი ბაზისური ინფრასტრუქტურის დანიშნულება, მოახდინოთ სეგმენტიზაცია, რომელია განსახორციელებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
ეს გზა შემდგომ ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა და ახალმა მოძრაობებმა უნდა გაკვალონ და გამომდინარე აქედან გარკვეულწილად აი პოლიტიკური ჩაღმავებაც მინდა გავაკეთო რომ დღესდღეობით პოლიტიკურ ასე ვთქვათ establishment-ში ვერ ხედავ მე თვითონ აი პროექტების სიღრმისეულ შესწავლას, მათ ეკონომიკური დასაბუთების მიზანშეწონილობას, უფრო მეტი რანჟირებას, აი წელს რა განვახორციელოთ. შემდეგ წელს რომელი პროექტი იყოს, ასე ხო ჩვენ ხო ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს, წარმოიდგინეთ ეს ოჯახია, ოჯახის ბიუჯეტში რაღაც შემოსავალია და ხო არ მივარდებით ყველაფრის გაკეთებას, ამიტომ ეკონომიკური საპირწონეთი უნდა მივიჯეროთ ჯერ ეს, მე მივაყოლოთ ეს, ამას თანწყობა სჭირდება. ამიტომ პოლიტიკური მიმართულებით თქვენნაირი მოძრაობის, ასე ვთქვათ, არსი უნდა იყოს, რომ ზუსტად აი ესეთი სისტემური ხედვის აუცილებლობაა. მადლობა რომ აღნიშნეთ და მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, აი ზუსტად იმაზე რას თქვენ თქვით რა როდის უნდა გაკეთდეს და სიღრმისეულად რომ უნდა გქონდეს გააზრებული ეს და ასევე რატომ არის მნიშვნელოვანი ის ბაზისური ინფრასტრუქტურა. აი აჭარის მაგალითს მოვიყვან, რომელთანაც საკმაოდ ახლოს შეხება მაქვს. აი ეს გაზიფიკაციის პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო დიდი ხნის წინ, გარკვეულ სოფლებში ეს მილები ჩადებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდე გაზი არ მიეწოდება ამ სოფლებს. მაგრამ რა მოხდა? 3 წლის წინ დაახლოებით სოფლებში, სადაც გზა იყო დაგებული, ბეტონის საფარზე მაქვს საუბარი, ახლა ეს არ არის ისეთ სათანადო გზა, მაგრამ მაინც ჯობია გრუნტიან გზას და გადაასაადგილებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. ეს გზები ამოითხარა, რომ გაზის, ასე ვთქვათ, ეს მილები, რომელიც პლასმასის მილები არის, ჩადებულიყო. გაზი არ არის, არც ეს გზა გაკეთებულა და 3 წლის თავზე იმის გამო, რომ უბრალოდ თავბოლოდ მოხდა მსგავსი პროექტის განხორციელება, მივიღეთ ის, რომ არც გაზია და არც გზა აქვს რიგ სოფლებს. იმიტომ რომ ეს გაზი ხელახლა გასაკეთებელია, ჩემთვის ცნობილია ეს პრობლემა, რომ უნდა გაკეთდეს. წელს არ იქნება, არ ვიცი მომავალ წელს იქნება თუ არა და უკვე მე-5 წელი შეიძლება გავიდეს, რომ გზა რაც ქონდათ იმის გარეშე დარჩა ხალხი და ერთს კიდე დავამატებ ეს პრობლემა რატომ არის? ანუ სისტემური ხედვის ნაკლებობა არსებობს კი. და მეორეს დავამატებ უბრალოდ, აი თქვენ რაც აღნიშნეთ, ინტერნეტი, გაზი, ელექტროენერგიაც სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ვიცით, რომ რაიონებში ხშირად ითიშება ფაქტობრივად, ნუ სვანეთშიც კიდე განსხვავებული პრობლემებია და ასე შემდეგ, მაგრამ ინტერნეტი, გაზი, გზა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადგილობრივზე, რომელსაც აქ ტურისტული რაღაცა ადგილი შეიძლება სასტუმრო ქონდეს. ვიღაცას ფერმა აქვს და წყალი არა აქვს ამასობაში. ვიღაცას სამაცივრე იმის ადგილის ის უნდა გააკეთო სამაცივრე, ასე ვთქვათ, ლოგისტიკური ცენტრი, რომ ხილი და ასე შემდეგ დაასაწყობოს და უცდის როდის გავა ის გზა პირობითა და ის არ შენდება, ან გადავადებულია. აბსოლუტურად ეს ნიჭიერი ხალხი, რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს, მართლა იყვნენ ბიზნესმენები, ამათ უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო. მე ისევ აჭარაზე შემიძლია ვთქვა, სადაც შუქის, გაზის და დენის პრობლემა, გაცრავად გზის პრობლემა, სადაც დიდი პოტენციალია ტურისტული თვალსაზრისით, ხალხი ვერ ახერხებს ამის სრულად ათვისებას, იმიტომ რომ უბრალო ადამიანს არ შეუძლია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ხო ეს არ არის მისი ფუნქცია. უნდა გააკეთოს, ამიტომ სახელმწიფო შეუძლია და ჩემი აზრი ესეთია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ინფრასტრუქტურას და მსგავს მასშტაბურ პროექტებს მიხედოს და მე დარწმუნებული ვარ. საბაზისო დავარქვათ, საბაზისოს კი ბატონო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები საქართველოში თავისით შეძლებენ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას, როცა უკვე აი ამას მივახსენებთ რა. აღარ დაჭირდება ხელისუფლებას ამდენი სოციალური დახმარების და რაღაცების ზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ სათანადო ბაზისი, როგორც თქვენ იტყვით, რომ ხალხმა საქმე აკეთოს რა. და აი ეს არის გამოსასწორებელი. როგორც კი ამას მივახსენებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მალევე გონიერებით და შრომის მოყარეობით, რომელიც ქართველებს ნამდვილად აქვთ, ზოგჯერ სხვა რამესაც ამბობენ, მაგრამ მე მაგის ამჯერა, ჩვენ შეგვიძლია რომ სწრაფი ეკონომიკური წინსვლაც გქონდეს. კი ბატონო, ანუ თავხდებით რომ 5-7 წელიწადი ეს არის ის დრო გამოყოფილი, რომ მორჩეს ქვეყანა საბაზისო ინფრასტრუქტურის დასრულებას, რომ შეიქმნას ბაზისი ახალი ნაბიჯის გადასატანად და მე კიდე ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა რომ მომიცა საშუალება ჩემი აზრების გაზიარების და იმაჩნია რომ ის სვლა რასაც თქვენ ახორციელებთ ეს დადებითად აისახება ქვეყნის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო იყო საუბარი და მე დარწმუნებული ვარ მე ნელ-ნელა კიდე გვექნება თემები, როდესაც საუბარი შესაძლოა. თუნდაც ჩაღმავებულად ერთი მიმართულებით. კი ბატონო, დღეს რა თქმა უნდა ზოგადი საუბარი გქონდა ასეა თითქმის ყველა სტუმართან ჩვენ რომ სხვა თემაზე უნდა ჩაუღრმავდეთ მე შემდეგ დაპირებულები ვარ და ნელ-ნელა უნდა ავახსნათ ეს დაპირებები. მადლობა მობრძანებისთვის და იმედია რომ ის ჩვენი ჩანაფიქრები და განსაკუთრებით ის ჩვენი ეკონომიკური სურვილები რომელიც გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების ძალიან მალე ახდება და იმ ვადებში ჩაეტევა რომელიც ჩვენ გვინდა რომ ეგრე მოხდეს. მეც გადავუხდი ბატონ პალატას მადლობას მობრძანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ცოდნა რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენც გაგვიზიაროთ და ხალხმაც და მოსახლეობამაც იცოდეს იმიტომ რომ ვიცოდეთ როგორ შეგვიძლია გავიდეთ ფონზე. აქვე მინდა უთხრა ადამიანებს ვინც უყურებს და ვინც დაინტერესებულია მსგავსი საკითხებით შეგიძლიათ ბატონი პალატას მიერ დაფუძნებული ცენტრი იხილოთ მათ შორის Facebook-ზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ან ტრანსპორტ G რომელსაც ასევე მიუთითებთ ჩვენს ძალიან კარგი რესურსია ძალიან ბევრი საინტერესო სტატია მადლობა შეფასებისთვის ვადევნებთ ხოლმე თვალს და ამიტომაც გაგვიხარდა რომ დღეს გვეწვიეთ მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით